მოგესალმებით ქალბატონებო და ბატონებო, ბატონ დიასპიტიშვილთან და ქალბატონ მაკავასაძესთან ერთად ვაგრძელებ თანამედროვე სათეატრო პროცესებზე საუბარს. დღეს ჩვენ უნდა ვისაუბროთ მარჯანიშვილის თეატრში სოფო ქელბაქიანის სპექტაკლზე ხალხის მტერი, რომელიც ერთ-ერთი საინტერესო დადგმა ამ სეზონის და საინტერესოა ჩვენი კოლეგების მოსაზრება, რას ფიქრობთ და როგორ გამოიხმაურებით ამ დადგმას. ბატონო გია. კი ბატონო, საერთოდ თვითონ იბსენის ეს პიესა, ახლა იბსენზე აღარ ვილაპარაკებ, როგორი დრამატურგია თავილარი, მაგრამ ძალიან აქტუალური და ესეთ პიესაა, ხო, თითქოს. ხო, არ ძველდება, ხო? ვის სად არ დაიდგა, როგორ არ დაიდგა, რა სოციალურ-პოლიტიკურ ვითარებაში. დღესაც, როდესაც უყურებ, განსაკუთრებით იცით რა არის, აი ეს დაპირისპირება, რომელიც არის, თქვათ, არა მხოლოდ პიროვნებასა და ოფიციოს შორის, პიროვნებასა და სახელმწიფოს შორის, არამედ თვით უახლოეს ადამიანები ძმები არიან, ხო, ქალაქის მერია, ის ძმა და ეს, მაგრამ უყურეთ, აი ეს ხაზი ძალიან კარგად აქვს დათო დვალიშვილს, დავით დვალიშვილს, რომელიც თამაშობს არაფერ ზედმეტს ეს მსახიობი, საერთოდ დვალიშვილი ვიცით, რომ არის ყოველთვის ორგანული. ნუ ახლა რაღაცა მეტი როლია, რაღაც ნაკლები, მაგრამ აი მე არ მახსოვს, რომ ყალბი ყოფილიყო სადმე დათო, ხო, აი ეს უნარი აქვს, რომ არის ორგანული მართალი. ინტუიტური განცდა აქვს დრამატურგია. აი და ამართლებს იმ მოცემულ ვითარებას, ხო? და ზუსტად იმ ამოცანებს და აი აქაც ეს არ არის რაღაცა, ვიცით რომ მე რა მომეწონა, რომ რაღაცა მონსტრს კი არ თამაშობს. ადამიანია, რომელმაც იცის, რომ ეს საჭიროა, ეს ამიტომ უნდა გააკეთოს, იმიტომ რომ თანამდებობაზეა, იმიტომ რომ სარგებელი არ დაკარგოს, იმიტომ რომ ფაქტიურად ის პატარა ქალაქი ხო რჩება ისე იქ, რომ თქვან რომ ეს წყალი წამლავს, კაციშვილი თუ არ ჩავიდა კურორტზე, ამით გამოიხედა ამ კურორტმა, ამ ქალაქმა თვალი. და აი დათო დვალიშვილი სწორედ ამას ძალიან ზუსტად იქ როგორ აშანტაჟებს ტელევიზიას, ძალიან წყნარად შვიდად იმით რაღაც ტელევიზია, როგორ აჩუმებს ამ ყველას. და ამას აკეთებს ძალიან ისე, რა ქვია, სადღაც ცინიკურათაც კი შეიძლება ითქვას, იმიტომ რომ იცის როგორ მოეპყრას ადამიანებს. მე ერთადერთი ვერ გავიგე პარიკი რატო ახურავს დათოს, აი რას აძლევს ეს ამ პერსონაჟს, თორე ნუ რა ვიცი, რაღაცა თეთრი ისა აქვს აქ უკან შეკრული, ხო, კუდით. ეს რო არ კონდეს რა, ნუ ამით გაახალგაზრდაო და მე ვერ მივხვდი. შეიძლება რამე ჩანაფიქრი ამაში, არ ვიცი. და ერთი რამ რაც დამაკლდა. ექიმ შტოკმანს პიესაში და ჩემთვის ეს მნიშვნელოვანია, ოფიციოზის გარდა ბრბო უპირისპირდება, ხალხი უპირისპირდება. რატომ? ისინი თვლიან, რომ ეს მტერია, იმიტომ რომ უსპობს ერთადერთ ჩარჩოს აბადებელს, ხო, მაკა? კი, ასეა. ფანჯრებს უმტრევენ, ბავშვებს სკოლიდან ყრიან, საშინენ პიესაში. ანუ ყველანაირ წნეხშია ეს ოჯახი, ხო? ეუბნებიან წადის საერთოდ აქედან, იმიტომ რომ ქალაქი, რომელიც იყო გაუბედურებული, ამ შტოკმანის დამსახურებით იქცა საკურორტო და მერე შტოკმანივე ამბობს, რომ ეს საწამლავიაო, ხო? რედაქცია დღევანდელი. არა, აი შეხედე, არა ეს პიესაში ასე იბსენთან და იბსენი გენიალური, იმიტომ არის და იმიტომაც უწოდებენ ახალი დრამის მამას, ფუძემდებელს, ახალი დრამის მეფეს და ასე შემდეგ. იბსენმა ამ პიესაში ბოლოს კრების სცენა რო არის, თუ გახსოვს გია, რას ეუბნება ამ საზოგადოებას, ამ მასას და ამ ბრბოს, რომელიც და ასეთ რამეს ეუბნება, ხა პერიფრაზას გავაკეთებ, რა თქმა უნდა, ეს არ მახსოვს, მაგრამ არაო, ეს ოფიციოზი კი არ არისო და ეს სამთავრობო სტრუქტურები კი არ არიან დამნაშავეები იმაში, რომ თქვენ რომ აი ეს საშინელება მოხდება და ხალხი დაიღუპება, ხალხი მოკუდება თუ კი აი ეს მოწამლული წყალი და შეჩერდეს და თავიდან უნდა გაკეთდეს. არა, ამაში დამნაშავეები თქვენ ხართ კონფორმისტები. თქვენ ხართ ისინი, ვინც ამას უშვებს. ეს თქვენ დაუშვით. თქვენ ხართ ამაში დამნაშავეები. ეს საზოგადოება ამაში დამნაშავე, რომელიც ვითომ ეს სიტყვებიც იბსენის არის, ვითომ არჩევანის უფლებას გაძლევენ თქვენ და თქვენ ამ დროს ხართ საერთოდ პიროვნებები არ ხართ. ნუ ეხა იბსენი რა თქმა უნდა
გვახსოვს ჩვენ ბრანდიც, პერგიუნტი და ეს ყველა ეს სოციალური პიესა და პოლიტიკური და ეკონომიკური, მაგრამ პოლიტიკური პიესა. კი ბატონო, მაგრამ რო დაიწყო კვლევა ესთეტიკურის, ეთიკურის და რელიგიურის დაპირისპირებისა, ეს არის კირკეგორის ფილოსოფიური ნაშრომების ასე ვთქვათ თეზისები, ხო, თვითონ კი ამბობდა იბსენი, რომ არა, მეო კირკეგორი არ მაქვს წაკითხული, იმდენს წერ მეც რომ კითხვის დრო არ მრჩება, მაგრამ რა თქმა უნდა, ქონდა და მთელ მის შემოქმედებას ეს გასდევს და აი ამ პიესაშიც არის. რომელი ადამიანი რა არჩევანს აკეთებს. ექიმი სტოკმანი არის მეცნიერი, მას აქვს ეთიკური არჩევანი გაკეთებული და იგი სიმართლისთვის ყველაფერზე წავა და ბოლოს იგი ამბობს, რომ მეცნიერის გარდა მაკა წესიერი ადამიანია. იგი ბოლოს აი ას ამბობს, რომ მე ახალი აღმოჩენა გავაკეთეო. თქვენ საზოგადოება ხართ უპიროვნო მასა. თქვენ ხართ ყველაფერში დამნაშავე. ეხლა როგორ აქვს სოფოს აი ეგ დამაკლდა, რასაც მაკა. აქ არის მარტო ქალაქის მერი და ეს დაპირისპირებული, ანუ ოფიციოზი და ეს და ხალხის ტერიქია. ახლა სოფომ ეს გააკეთა ასე. ეს გაზეთის თანამშრომლები არიან იქ და გაზეთში შეცვალა ტელევიზიით და გაათანამედროვა და დებატები. ეგ კარგია, სატელევიზიო დებატები გააკეთა და ნათდება დარბაზი და ჩვენს ანუ დარბაზში მყოფები ამ თოქ-შოუს მონაწილეები. ხდები და იქ ძალიან ისეთი მძაფრი და ისეთი კამათი მიმდინარეობს, მაგრამ თვითონ აი ძალიან კარგად მიყავს დათო დვალიშვილსაც და ნიკა თავაძესაც თავისი ხაზი, მაგრამ ბოლოს აი ის რაზეც ახლა ვილაპარაკე, რა ახალ აღმოჩენას აკეთებს მეცნიერი სტოკმანი, თომას სტოკმანი, აი ეს ცოტა კი არა დაკარგული აღმოჩენა ეს არის, რომ ადანაშაულებს არა მხოლოდ ოფიციოს, რა თქმა უნდა, ესენი ექიმის დახმარების გარეშეც აღარ იქნებიან ამ ქვეყნათო. ანუ მე კი არ იმას ვიზამო გაუსწორდები ამათო. ესენი ისედაც ხო, მაგრამ ამათ იქით უნდა იყოს ხალხი. ამათ იქით უნდა იყოს ხალხი. ხალხი ვითომ ესე შემოიყვანა, ვითომ არა სოფომ ასე შემოიყვანა. გამახსენდა იქვე ოსტერმეიერის სპექტაკლი, თუ გახსოვს, თბილისის საერთაშორისო თეატრალურ ფესტივალზე. ოსტერმეიერს როგორ ქონდა გადაწყვეტილი, გია და ნიკა გახსოვთ თქვენ, ისევ დარბაზი მონაწილეობდა, ოღონდ მსახიობები, ანუ პერსონაჟები ჩამოდიოდნენ. იქ იყო ციტატები წაკითხული ცნობილი იმიდან აჯანყება, ეს ციტატები ქონდა ოსტერმაიერს და ეკითხებოდნენ. ანუ მართლა მონაწილეები იყვნენ, ესენი რას იზამდნენ. ანუ მხარ დაუჭერდნენ ექიმ სტოკმანს, ჩვენ მაყურებელი თუ არ ვუჭერთ მხარს, რომ რა 1 წლით თუ 2 წლით გაჩერდეს ეს სანატორიუმი, რომელიც შემოსავალია ამ პატარა ქალაქის. ამან იხსნა ამ სანატორიუმმა თავის დროზე. კი ბატონო. სოფოს აქვს ძალიან მომეწონა სოფოს სპექტაკლში, რომ რამდენიმე სივრცეში მიდის მოქმედება ერთდროულად და კარგად აქვს კომპოზიციურად შეკრული. თვითონ სცენოგრაფიაც ისე აქვს გაკეთებული, არის ესე იგი მისაღები ოთახი სტოკმანების სახლში, უკან საბზარეულო გათანამედროვებული ვარიანტი და იქით კუთხეში მოსჩანს ექიმი სტოკმანის სამუშაო ოთახი. ნუ კოსტუმები რა თქმა უნდა თანამედროვეა. ერთადერთი რაც მომხდა თვალში ეს იყო ნატალია გაბისონიას კოსტუმი, რაღაც ექსტრავაგანტული ძალიან. ნუ ეს რეჟისორმა ესე გადაწყვეტა. ხო, რაღაცა ხო, ნუ ცოტა ძალიან მომეწონა კიდე. ის რომ აი ჯამბაზის ნიღაბი, რომელსაც ხან ერთი ხურავს, ხან მეორე რაღაც მომენტში სტოკმანი კი იღებს ამ ნიღაბს და ამბობს, რომ ნიღაბი კი რა ესე ჩამოსაცმელი ჯამბაზის ნუ ნიღაბი დავარქვათ, ხო? რომ აი ველა ეს თქვათ გაზეთის თუ ტელევიზიის მუშაკები და აი გადაუარა, შეიძლება ითქვას ცოტა ჟარგონს ვიხმარ სოფომ ტელევიზიებს და ეს ძალიან თანადროულია და ძალიან სწორია, იმიტომ რომ მარტო ჩვენთან კი არ აფუჭებენ საქმეს ტელევიზიები, ნებისმიერი არხი, მინდა გითხრათ რა, პოზიცია თუ ოპოზიცია. მსოფლიოში ეს ხდება, რაღაცა თემას ნუ აი წამოწევენ და ამაზე მიდის და ამ ისედაც დღეს მსოფლიოში რაც ხდება, ამ ხალხს კიდე შეშინება უნდა. კი ბატონო სტოკმანი და
იბსენი გვეუბნებია რომ ეს საზოგადოება და ხალხი არის ბრბო, უბიროვნო ბრბო, მაგრამ არ უნდა ისედაც სოდოა ეს ხალხი, მე ასეც ვთვლი და ტელევიზიაზე იმის კარგი, აი მაკაბრაც თქვა, ეხლა ძალიან მომეწონა ორი მსახიობი მანდ კიდე. შეიძლება ხა ისეთი რაღაცა გრანდიოზული როლები არ არის, მაგრამ გიორგი შერვაშიძე და გიორგი კიკნაძე, ხო? აი კონფორმისტ ადამიანებს თამაშობენ, რომელსაც შეეშინდათ, უკან ჯერ სხვანაირად იყვნენ, ტელევიზიის მუშაკებს თამაშობენ. ძალიან იუმორში აქვს და ძალიან თავშეკავები და კარგად აკეთებს ეს კიკნაძე, რომ გახსოვს თითქოს ჯერ რო გაბედულია და მე რომ ხო, რო უკან რო იყო ძალიან რაღაცა სასაცილო ბავშვური რაღაცა ეს არის. ასე რომ არის ამ სპექტაკლში კიდევ ამბობ ის პოზიცია რომ ერთი კაცი დაუპირისპირდა ვთქვათ ოფიციოზს და ის კარგია მაგრამ ხალხის თემა არ უნდა დაიკარგოს იმიტომ რომ ხალხმაც გაწირა ესმით მარტო ის არ არის რომ იმიტომ რომ ხალხისთვის ის უფრო მთავარია ის შემოსავალი ვიდრე ამის სიმართლე იწამლებიან თუ არა გესმის ანუ სიმართლე ამ შემთხვევაში იქცა ადამიანის დანაშაულად გამოაცხადეს აი მე დამაკლდა სწორედ ის რომ საზოგადოებამაც გაწირა და არა მარტო იმ ქალაქის მერმა ძმა და კიდევ ერთი მხატვრობა ახსენე შენ და მეც ვახსენე ვერაფრით ვერ მივხვდი ჩატეხილ ფანჯრებს ექიმ სტოკმანს ხო ჩაუმსხვრევს ვარდებიან რატო არის იქ გამოსახული ირმები აი რისი მიმანიშნებელი იყო ეს ირმები ვერ მივხვდი და კიდევ ერთი ის რომ ჩრდილოეთის პატარა ქალაქია არ ვიცი ვერ მივხვდი რა შუაში იყო მოკლედ აი ამ ირმებმა ცოტა ჩემზე ვერ მივხვდი გამაღიზიანა ცოტა მსუბუქად რომ ვთქვა და კიდევ ერთი ფინალი არის რაღაცნაირად მოკვეცილი არ არის გაკეთებული ფინალი სხვა შორის ამ ბოლო პერიოდში სპექტაკლები რომელიც აი ძალიან საინტერესოა კარგად მიდის კარგად თავდება მოულოდნელად და რჩებით ასე გაგიარარი ხო მაგას თქვის არის ხო მეც მომსვლია რამდენიმე ყველაზე ვერ ვიტყვი და რამდენ ფინალს მე ხე იმას კი არ ვამბობ რომ აუცილებლად დროშა უნდა აფრია უნდა რაღაც მაგრამ წერტილი ხომ დაისვას და გონია რომ ჯერ არ არის დამთავრებული ისე მიდის სცენა აი აქაც ესეც იცი რა ოღონდ არ შეეშალოს ვინმე და სოფლმაც არ გვიპასხოს თქვათ ეს კი ბატონო ღია ფინალია იბსენთანაც კი ბატონო ოღონდ სოფოსთან ეს ღია ფინალიც ვერ დავინახე შეიძლება მე რომ ვნახე ეს სპექტაკლი იყო ასეთი ხო შეიძლება სხვა ანუ ფინალის გაკეთება ისევე როგორც ექსპოზიცია არის ხო სპექტაკლში ძნელი რომელიც იწელება მაგრამ რომელიც იწელება და როგორ შეკავს ნელ-ნელა ხო ამ ბავში თაბულაში და იმ ადამიანმა მოვლენების განვითარებაში მაყურებენ ასევე ფინალიც რთული გასაკეთებელია და ისევე როგორც კულმინაციური მომენტი აი ეს სამი რამე თუ რაღაცა დაუტოვოთ. არა. ხო, სოფოს ეს რაღაცები არის სპექტაკლია ვინ მარტო ფინალთან მაქვს პრეტენზია. მე ხალხის დაკარგვასთან მაქვს პრეტენზია. ხო, აი რასთან ეკნება პრეტენზია. ეწონებათ ეს თქვენ თვითონ გადაწყვეტეთ და მივცანდით მარჯანიშვილის წეჩი და ნახეთ სპექტაკლი ხალხის მტერი ჩვენ საუკეთესო სურვილებით გემშვიდობ.